მოგისალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს, როგორ ხართ, იმედია ხართ ახალი გაშლის მოსმენის განწყობაზე. მე კვლავ მადლიერი ვარ იმისთვის, რომ გამოხატავთ უგულ კავშირს და კვლავ ველი თქვენგან ამ აქტიურობას, რადგან ეს არხის განვითარებისთვის და ბალანსისთვის, ჩვენ შორის ბალანსისთვის ნამდვილად საჭიროა. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მოდიხართ პირად კონსულტაციაზე, თქვენი ნდობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვცდილობ გავამართლო მე თქვენი ნდობა პირად კონსულტაციაზე. იცით, რომ დატოვებულია მანდვე ნომერი ვიდეოს ქვეშ და WhatsApp-ზე შეგიძლიათ მომწეროთ. დღეს კი მე მინდა თქვენთვის გავაკეთო საჯარო გაშლა თემით, რას უნდა ელოდოთ ჩაფიქრებული ადამიანისგან, რა მოლოდინები უნდა გქონდეთ, რას უნდა ელოდოთ ჩაფიქრებული ადამიანისგან. გაშლას გავაკეთებ ორ ვარიანტად. კონცენტრირდით. პირველი ვარიანტი იქნება ეს, თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია. მეორე ვარიანტი იქნება პირველი ვარიანტი იყოს ამეთვისტო, მეორე ვარიანტი იყოს ავანტურინი. დახუჭეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, წარმოიდგინეთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი და შემდეგ რომელი მინერალიც დაგიძახებთ, მიგიზიდავთ, სწორედ ის იქნება თქვენი ვარიანტიც. იმედი აირჩიეთ, მეორე ვარიანტს გადავდებ გვერდზე და პირველი ვარიანტი ამეთვისტო წაირჩიეთ. სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის. მეგობრებო, შეიძლება აქ ორი ვარიანტი განვიხილოთ. ერთი ის, რომ თქვენ გაიარეთ კარმული ეტაპი და ეს ურთიერთობა თქვენთვის იყო ერთგვარი გაკვეთილი. შეიძლება ამ ადამიანს ჰყავდა და ჰყავს მეუღლე და შეიძლება ეს იყოს სამკუთხედი და სწორედ იმის გამო, რომ ეს ადამიანი დაბრუნდა თავის ოჯახში, არჩევანი ოჯახზე გააკეთა, თქვენ ხართ ძალიან დაბნეული და ძალიან მოწყენილი და თითქოს ხართ ისეთ ეტაპზე, როდესაც ვერ ხედავთ ვერანაირ შანსს, რომ იყოთ ბედნიერი. თუ გეცნოთ სიგნიფიკაცია, ესე იგი ეს ნამდვილად სწორი არჩევანია თქვენი მხრიდან და განვაგრძოთ ყურება აი ამ გაშლის. მოდი ვნახოთ, როგორი ადამიანია თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. ადამიანი საკმაოდ მიზანდასახული ადამიანია, მაგრამ ამავე დროს თქვენთან მიმართებაში ეს ადამიანი უღრმავდება თავის როლს, როგორც მოიქცა და გარკვეულწილად ელის სამყაროსგან აი იმ განაჩენს, რაც ჩაიდინა თქვენს წინაშე. ეს იქნება ცუდი თუ კარგი.
ამ ადამიანს კარგად აქვს გათვითცნობიერებული თავისი როლი აი ამ ურთიერთობაში. მოდი ვნახოთ, რას უნდა ელოდოთ ამ ადამიანისგან. რას უნდა ელოდოთ? მოდი მივუთითოთ 3 თვის მანძილზე. მომავალი 3 თვის მანძილზე ამ ადამიანისგან. თქვენ შემთხვევაში ნამდვილად კარმული ეტაპი ჩახურეთ მეგობრებო და გაიარეთ. ამ ადამიანისგან ვერ გეტყვით, რომ უნდა ელოდოთ შერიგებას, ან მისგან დაბრუნებას, თუ ეს ადამიანი წასულია თქვენიდან, ეს ადამიანი თვლის, რომ გაიარა ერთი ეტაპი ცხოვრების და როგორც გითხარით, ამ ადამიანსაც გათვითცნობიერებული აქვს, რომ ის რაც მოხდა სამართლიანი იყო და ასე უნდა მომხდარიყო. და ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს ნამდვილად აქვს ოჯახი და მისი აზრითაც ასე უნდა მომხდარიყო ყველაფერი. სავარაუდოდ ეს ადამიანი დაუბრუნდა თავის კანონიერ ოფიციალურ ოჯახს. რას უნდა ელოდოთ ამ მამაკაცისგან? მეგობრებო, ეს ადამიანი მიუხედავად იმის, რომ ნერვიულობს წარსულზე და ღელავს და შეიძლება გარკვეულწილად აქვს მომენტები, როდესაც ეს ადამიანი იმ მომენტში, როდესაც თქვენ ახსენდებით სევდის გამო სასმელსაც კი მიეძალოს და აი იქ ჩაიკლას თავისი გულის ტკივილი. ამ ადამიანს აქვს დიდი პასუხისმგებლობები და მისგან დიდი აქტიურობა თქვენი მისამართით 3 თვის მანძილზე არ ჩანს. რას უნდა ელოდოთ? შეიძლება მხოლოდ შუღრიდან გითვალთვალებდეთ, თვალყურს გადევნებდეთ, ეჭვიანობდეს კიდეც თქვენს მიმართ. შეიძლება ეს ადამიანი მანქანით, აგივლით, ჩაგივლით გვერდს. შეიძლება თქვენც ვერ ამჩნევდეთ ამას, შეიძლება ზოგიერთ თქვენგან ინტერნეტით გადევნებდეთ თვალყურს, ყველაფერი მაინც აინტერესებს თქვენს შესახებ, თუმცა მისგან დიდი აქტიურობა არ ჩანს. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება ეს მისგან კომუნიკაცია მოხდეს მხოლოდ ინტერნეტით ან ტელეფონის საშუალებით. ეს გახლდათ პირველი ვარიანტი და ნახოთ მეორე ვარიანტი. ეს იყო ამეთვისტო. მადლობა პირველებო და მეორეებო, ვინც ავირჩიეთ ავანტურინი, თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია. აქ მეგობრებო, ძლიერი მიჯაჭვულობა გაქვთ ორივეს ერთმანეთის მიმართ, ძლიერი დამოკიდებულები ხართ ერთმანეთზე, თითქოს უხილავი ჯაჭვით ხართ მიბმულები. აქ არის ისეთი ურთიერთობა, როდესაც არც ერთმანეთის გარეშე შეგიძლიათ ყოფნა და თითქოს ერთადაც ვერ ჩერდებით დიდხანს, მუდმივად გიწევთ
რთული პერიოდების გადატანა, ხან შერიგება გაქვთ, ხან გაქვთ სიშორე, მაგრამ მიუხედავად იმის, რომ შეიძლება ხანდახან ერთად არ იყოთ, მაინც გრძნობთ ერთმანეთს ენერგეტიკულად, რადგან თქვენს შორის არსებობს უხილავი კავშირი და მუდმივად სადაც არ უნდა იყოთ, შეიგრძნობთ ერთმანეთის ენერგიებს. თუ ეს სიტუაცია გეცნოთ, მაშინ ეს თქვენი გაშლა მეორეებო და მოდი ვნახოთ, ვინაა ეს ადამიანი, თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი, იმპერატორი. საკმაოდ შემდგარი ადამიანია, რომელიც დაკავებულია თავისი საქმით, ორგანიზებულად უძღვება თავის საქმეებს, საკმაოდ ცივი შეიძლება იყოს ურთიერთობაში იმ მხრივ, რომ თავის გრძნობებს, ემოციებს უწევდეს კონტროლს. საკმაოდ სტატუსიანი ადამიანია, პროფესიონალია, დაგეგმილად მიყვება თავის საქმეს და ასრულებს პროფესიონალურ დონეზე. მოდი ვნახოთ, რას უნდა ელოდეთ ამ ადამიანისგან? რას უნდა ელოდეთ? მეგობრებო, თუ ეს ამ ადამიანისგან ახლა პაუზაზე ხართ და თქვენ შორის ფიქრობ, რომ იყო ძალიან ბასრი საუბარი, საკმაოდ სარკასტული გამონათქვამები და აქ ხედავ, რომ სიტყვიერად არ დაინდეთ ერთმანეთი, შეიძლება მისგან იყო ეს ყველაფერი, აი ეს ამ ადამიანისგან შეიძლება მოხდეს აი ამ ბრაზის ენერგიების განულება და სპონტანურად შეიძლება ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში კიდევ გამოჩნდეს. რას ეხება? კი მეგობრებო, ეს ადამიანი მისგან შეიძლება ელოდოთ ინიციატივას, ის გამოვა კომუნიკაციაზე თქვენთან, ან მოვა თქვენთან, თუ მანძილზე ხართ, ეს ადამიანი მოვა თქვენამდე და საკმაოდ ემოციურადაც მინდა გითხრათ. მეორე ვარიანტს, თუ გქონდათ თქვენ განხეთქილება, კამათი, ჩხუბი და იყავით მანძილზე, ეს ადამიანი იქნება ინიციატორი, რომ მოვიდეს თქვენამდე. რას უნდა ელოდოთ? აი, უცაბედი რღვევის შემდეგ ეს ადამიანი აუცილებლად გამოჩნდება თქვენს რეალობაში, გაარღვევს იმ თავის ბარიერს, სადაც არის, რა ბარიერით დაგიწესათ, ან თქვენ დაუწესეთ და საერთოდ ერთმანეთს დაუწესეთ, ალბათ რაღაც ბარიერი, აი მის გარღვევა მოხდება და ეს ადამიანი დიახ მეგობრებო, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გამოვიდეს თქვენთან კონტაქტზე. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს მანქანითაც კი მოგაკითხოთ, ან თქვენ შორის ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანმა ეს ადამიანი შეცდება, რომ თქვენ შორის მანძილი შეამციროს და გამოვიდეს კომუნიკაციაზე და დაიხსომეთ, რომ თვითონ იქნება ამ ინიციატორი, აი ამ მოქმედების და კონტაქტზე გამოსვლას თვითონ მოისურვებს. მეორეებო, მადლობა თქვენც, რომ იყავით ჩემთან ერთად და დაგელოდებით კომენტარებში. დროებით, გემშვიდობებით, მოვალ გაშლამდე.